უკვე 3 საათზე მეტია, რაც საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს მოწვევით წმინდა სინოდის სხდომა იმართება. სინოდის წევრი სასულიერო პირები საპატრიარქოში დილიდან მივიდნენ. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს იქნება პროცესუალური სხდომა და არა კანდიდატების გამორჩევა. მისივე თქმით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. უფრო მეც თემაზე ნათია ქენქაძე გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ნათია, ბოლო ინფორმაციას ველიჩი. Daxlobit 3 საათია მიმდინარეობს სინოდის შეკრება სხდომის დაწყებამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფეშიო მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. შემდეგ კი დაიწყო უკვე სხდომათა საკითხების განხილვა და ამის ამსახველი კადრები საპატრიარქოს ტელევიზიამ გაავრცელა დანარჩენი მედიისთვის. სხვა ტელევიზიები, როგორც ყოველთვის ვართ საპატრიარქოს შესასვლელთან შესაბამისად დაზუსტებული ინფორმაცია თუ რა საკითხებზე მსჯელობენ ამ წუთებში მღვდელმთავრები ჩვენთვის ცნობილი გახდება სხდომის დასრულების შემდეგ. იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე მღვდელმთავარი გააკეთებს კომენტარს ჟურნალისტებთან. შემდეგ კი უკვე გამოქვეყნდება წერილობითი განჩინება, სადაც დეტალურად იქნება მოცემული ყველა საკითხი, რომელსაც დღეს განიხილავენ და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ სხდომაზე იქნება მიღებული. ცნობილია, რომ ერთადერთი და მთავარი საკითხი, რაზეც მსჯელობენ და რასთან დაკავშირებითაც იქნა მოწვეული მოსაყდრის მიერ ეს სხდომა უკავშირდება საქართველოს 152 კათოლიკოს პატრიარქის არჩევას, იმ სინოდის სხდომას და გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომელიც წინ აქვს საპატრიარქოს და რომელიც უნდა გაიმართოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 თვისა. არის საკითხები, რომელიც დეტალურად არ არის მართვა-გამგეობის დებულებაში განსაზღვრული და სწორედ ეს დეტალები უნდა დაზუსტდეს დღეს იმისთვის, რომ უკვე შემდგომ უშუალოდ სინოდის სხდომაზე და საეკლესიო კრებაზე დამატებითი პრობლემები და კითხვები აღარ წარმოიქმნას. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მართვა-გამგეობის დებულება, რომელიც 1995 წელს არის დამტკიცებული, ადგენს ინტრონიზაციის ადგილს, რომ აღსაყდრება პატრიარქის უნდა შედგეს სვეტიცხოვლის ტაძარში, არ არის განსაზღვრული საეკლესიო კრების ჩატარების ადგილი. ასევე კონკრეტული დელეგატები მართვა-გამგეობის დებულებით განსაზღვრული არის დელეგატების რაოდენობა და ეს საკმაოდ დიდ ციფრს აღწევს, გამომდინარე იქიდან, რომ 46 ეპარქია არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში და ყველა ეპარქიიდან უნდა იყოს მოწვეული გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე 2 სასულიერო და 1 საერო პირი. ასევე 2 წარმომადგენელი ყველა მონასტრიდან და 2 წარმომადგენელი სასულიერო სასწავლებლებიდან, ასევე გელათის სამეცნიერო აკადემიიდან 4 წარმომადგენელი და შემდეგ უკვე მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენი დელეგატი, რამდენიც სხვა ეპარქიებიდან ჯამში. შესაბამისად, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე საკმაოდ დიდი იქნება დელეგატების რაოდენობა, თუმცა მართვა-გამგეობის დებულება ადგენს მკაცრად იმას, რომ ხმის მიცემის პროცესში ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სინოდის წევრები, მხოლოდ მღვდელმთავრებს ექნებათ უფლება, რომ ხმა მისცენ კანდიდატს. სხვა დელეგატები ისარგებლებენ სათათბირო ხმის უფლებით, ანუ ისინი დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას წარმოდგენილ კანდიდატებზე. რაც შეეხება კანდიდატებს, ეს უკვე სინოდის სხდომაზე უნდა გამოირჩეს, რომელიც პატრიარქის 40-ის შემდეგ უნდა შედგეს და 3 კანდიდატს წარუდგენს სინოდი გაფართოებულ საეკლესიო კრებას. ნებისმიერ მღვდელმთავარს აქვს უფლება, რომ დაასახელოს კანდიდატი, მათ შორის საკუთარი თავი, თუმცა ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს. უნდა იყოს მღვდელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბერი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მისი ასაკი უნდა იყოს 40-დან არა უმეტეს 70 წლისა და უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და მართვის გარკვეული გამოცდილება. შესაბამისად არის მღვდელმთავრების ის რაოდენობა, რომელიც გადაცილებული არის 70 წელს და ისინი ვერ იქნებიან კანდიდატები. ასევე არის გარკვეული კითხვები სასულიერო განათლებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ბიოგრაფიებში, რომელიც საპატრიარქოს საიტზეა მოცემული, მღვდელმთავრების ნაწილს ეს სასულიერო განათლება არ აქვს. აი ეს დეტალები უნდა დაზუსტდეს. დღეს უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, რომელ კანდიდატებს ექნებათ მონაწილეობის უფლება, რომ შემდეგ უკვე უშუალოდ სინოდის სხდომაზე რაიმე გაუგებრობები არ წარმოიშოს და ბუნებრივია მღვდელმთავრებს განსხვავებული პოზიციები აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით. მათმა ნაწილმა ჩვენთანაც დააფიქსირა ეს პოზიცია, რომ არ თვლიან ასაკის ძალიან მჭიდროდ განსაზღვრას საჭიროდ და ასევე შესაძლოა გარკვეული დათმობები იყოს საღვთისმეტყველო განათლებასთან დაკავშირებით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი ხმათა უმრავლესობით, ამას ჩვენ გავიგებთ სხდომის დასრულების შემდეგ უფრო დეტალურად კონკრეტულ საკითხებს კი განჩინებაში გავეცნობით, რომელიც სავარაუდოდ დღესვე გამოქვეყნდება. მადლობა, პირდაპირ ეთერში ნათია ქენქაძე საუბრობდა.